საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 19 დეკემბერს მირონ ლუკიის მთავარეპისკოპოსის წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე მაღავლინა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა ტაძარში შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველო dalotsa. ყველას გილოცავთ წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს. წმინდა ნიკოლოზი თქვენი ცით არის დიდი მფარველი საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ერისა. ჩვენ მას უწოდეთ ყოველთა ქართველთა დიდი კათოლიკოს პატრიარქი და ჩვენი ერის მფარველი. წმინდა ნიკოლოზი გამოირჩევა თავისი მოწყალებით, თავისი სიყვარულით, თავისი წყალობით. ყოველ გაჭირვებულ ადამიანს ეხმარება. მისი არჩევა მირონ ლუკიის მთავარეპისკოპოსად იყო სასწაულებრივი და მთელი ცხოვრება მისი იყო სასწაულებრივი. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მივიდეს მის ხატთან და გულით სთხოვოს დახმარება და წმინდა ნიკოლოზმა უარი უთხრას. წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებით მფარველობს ყოველ გაჭირვებულ ადამიანს. იმდენად მოწყალია, რომ არა ქრისტიანებსაც სწყალობს. და დღეს ჩვენ შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, რომ მოიღოს წყალობა და დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო. წმინდა ნიკოლოზი შეისმენს ამ ლოცვას და მოიღებს წყალობასა. სასულიერო აკადემიის შემდეგ მე ვიყავი დანიშნული ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მესამე მღვდლად და მრავალი სასწაული მინახავს მისგან. აი დღეს მე ვიხსენებ ამ სასწაულებს და ვმადლობ წმინდა ნიკოლოზს მისი დიდი წყალობისათვის. შეგეწიოთ წმინდა ნიკოლოზი თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ. საქართველოს ეკლესიის საჭათო მკრობელმა დღესვე მღვდელმონაზონი ანდრია ბრეგვაძე იღუმენის ხარისხში აიყვანა და დამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს წმინდანის ყველა მოსახელესა და სრულიად საქართველოს ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცა. წმინდა ნიკოლოზი იყოს მფარველი, ჩვენი პატრიარქის, ჩვენი მამამთავრის, ჩვენი უწმინდესის ილია მეორესი და მთელი საქართველოსი სულ სიხარული ჯანმრთელობა ქონოდეს საქართველოს მოსახლეობას. განსაკუთრებით ნიკოლოზობას ულოცავ პატარა ბავშვებს, ვინც ნიკოლოზის სახელს ატარებს. გილოცავთ ყველას წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს პირველ რიგში მიულოცავთ ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს და სრულიად საქართველოს ფარადოს წმინდა ნიკოლოზის ნადრიგ. დღევანდელ დღეს ულოცავ ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ქართველებს ალბათ განსაკუთრებულად უყვარს წმინდა ნიკოლოზი და გვარადოს სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს მისი მადლი და ძალა.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში ლუკიის მხარის ქალაქ პათარში 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები დიდი ხნის განმავლობაში ევედრებოდნენ ღმერთს მათთვის შვილი ებოძებინა. მათ უფლის წინაშე აღთქმა დადეს, რომ თუ პირმშო შეეძინებოდათ, მას უფალს მიუძღვნიდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ. ღმერთმა მათი ვედრება შეისმინა. წმინდა ნიკოლოზის დაბადებისთანავე მისი დედა, რომელსაც წლების განმავლობაში მძიმე სენით ანჯავდა, სრულებით განიკურნა. ნათლისღებისას კი ჩვილი ემბასში დამოუკიდებლად დადგა ფეხზე. წმინდა ნიკოლოზმა ყრმობიდანვე კარგად შეისწავლა საღმრთო წერილი. პათარის ეპისკოპოსმა იგი ჯერ მედავითნედ დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. წმინდანმა მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება ღარიბებს დაურიგა, რის შემდეგაც წმინდა მღვდელმთავარი ჯერ პალესტინაში გაემგზავრა, მოგვიანებით კი იერუსალიმის სიწმინდეები მოილოცა. სამშობლოში დაბრუნებული წმინდა ნიკოლოზი განდეგილი ცხოვრებისკენ ისწრაფოდა, თუმცა სხვა იყო ღვთისნება. მას თავად უფალი გამოეცხადა და ძვირფასი თვლებით შემკული სახარება უბოძა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კი მღვდელმსახურის შესამოსელი ომოფორი უწყალობა. ამ ამბიდან მცირე ხნის შემდეგ წმინდა ნიკოლოზი მირონ ლუკიის მთავარ ეპისკოპოსად აირჩიეს. დიოკლეტიანეს მეფობის დროს ქრისტიანთა მასობრივი დევნა მიმდინარეობდა. არეულობის ჟამს წმინდა მღვდელმთავარიც დააპატიმრეს. საპყრობილეში მყოფი წმინდა ნიკოლოზი ქრისტიანებს რწმენაში განამტკიცებდა და იქაური მძიმე ყოფის დაძლევაში ეხმარებოდა. მოციქულთა სწორი კონსტანტინე დიდის გამეფების შემდგომ წმინდა ნიკოლოზი თავის სამწყსოს დაუბრუნდა. 325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაში, სადაც ქრისტიანობის ერთიანობის სიმბოლო ბრწამსი მიიღეს. წმინდა ნიკოლოზი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში წლების განმავლობაში უხრწნელად იყო დაცული მისი წმინდა ნაწილები. მათგან მირონი მოედინებოდა, რომლითაც მრავალი ადამიანი იკურნებოდა. 1087 წელს წმინდა ნაწილები იტალიის მცხოვრებლებმა ქალაქ ბარში გადააბრძანეს, რადგან მირონ ლუკიაში მას მაჰმადიანების მხრიდან საფრთხე დაემუქრა. საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების სახელით დღესასწაულს ვულოცავთ ჩვენი ერის სულიერ მამას, საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ ნიკოლოზს, წმინდანის ყველა მოსახელესა და სრულიად საქართველოს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს უმასპინძლა. საზეიმო მიღება საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა. მხარეებმა ევროპასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე ისაუბრეს. საქართველოს ეკლესიის მეთაური სტუმრებს მიესალმა და გუშინდელი დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, 18 დეკემბერს საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ქვეყანამ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა. კათოლიკოს პატრიარქმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა და აქვს სურვილი იყოს ევროსტრუქტურების ნაწილი და მისასალმებელია ამ მხრივ მიღწეული პროგრესი. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჩვენი ქვეყნის უძველეს კულტურულ ფასეულობებსა და მათი დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. მოგახსენოთ, რომ ეს არის დიდი მიღწევა, დიდი ზეიმი მთელი ქართველი ხალხისა და მათ შორის საქართველოს ეკლესიისა. უნდა ითქვას, რომ დიდი ხანია საქართველოს ჰქონდა და აქვს სურვილი იყოს ევროპის სტრუქტურების წევრი, მონაწილე. და ამაში მიღწეულია დიდი შედეგებიც. გვაქვს ამის შესახებ. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირი სხვადასხვა ქვეყნებთან, ეკლესიებთან, ვატიკანთან. მე მივიღე
მისი უწმინდესობა ივანე პავლე მეორე აქ ამ დარბაზში მე ვიყავი სტუმარი რომის პაპისა ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირი პროტესტანტულ ეკლესიებთან მე მქონდა შეხვედრა მის უდიდებულესობასთან დედოფალ ინგლისის დედოფალთან ასე რომ ჩვენთვის ეს ახალი არ არის მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ გაწევრიანება და უფრო მჭიდრო კავშირი ბევრ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ ვფიქრობთ არა მარტო იმაზე ევროპა რას მოგვიტანს ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ ჩვენ რას მოუტანთ რას შევიტანთ ევროპაში უნდა ითქვას რომ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა უკვე იყო საქართველოში სახელმწიფო რელიგია მეოთხე საუკუნეში ითარგმნებოდა სახარება იქმნებოდა ლითონის და სხვა ნივთები იწერებოდა წიგნები და ეს ყველაფერი უნდა იყოს შენარჩუნებული ჩვენ იმედი გვაქვს რომ ევროპა არა მარტო მოგვიტანს ბევრ სიკეთეს არამედ დაიცავს ჩვენს კულტურას და ამის იმედით ჩვენი ხალხი ზეიმობს და მე მინდა განსაკუთრებული მადლობა მოგახსენოთ თქვენ რომელსაც აქვს დიდი წვლილი ამ დიდ საქმეში მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს და გილოცავთ ამ დიდ მოვლენას რომლისთვისაც ჩვენ მადლობელი ვართ თავის მხრივ ირაკლი ღარიბაშვილმა ასეთი თბილი მიღებისთვის საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელს გულთბილი მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიღწეულ წარმატებაში კათოლიკოს პატრიარქს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. იანოშ ჰერმანმაც ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ეკლესიის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. მე მინდა პირველ რიგში ჩვენს პატრიარქს გადაუხადო დიდი მადლობა ჩვენი მიღებისთვის, ამ მოლოცვისთვის. თქვენ უმწუნესობა თქვენი ჩართულობა სახელმწიფოებრივ საქმეებში არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის. მე ძალიან კარგად მახსოვს გასულ წელს მაშინ როცა ჩვენმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ჩვენ ერთად ვიზეიმეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი ისტორიული თარიღი 27 ივნისი და მაშინ ქართულმა ხალხმა მოისმინა თქვენი დალოცვა რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის. გუშინ ევროკავშირმა გადაწყვიტა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იმსახურებენ მოგზაურობას ევროკავშირში ვიზების გარეშე. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი აღიარება
ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მიღწევების, ეს არის დაფასება. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ერი ნამდვილად იფსახურებს ამას. თქვენო უწმინდესობაო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის დიდი პატივია აქ მოწვევა ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით. ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ ვიცით იმ დიდი წვლილის შესახებ, რომელიც საქართველომ შეიტანა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის განვითარებაში საუკუნეების მანძილზე. ჩვენ ასევე საკმაოდ კარგად მოგვეხსენება იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელიც საქართველოს ეკლესიამ შეასრულა აღნიშნულ პროცესში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას წარმოადგენს და რამდენად ფასეულია სულიერი მემკვიდრეობა. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენო უწმინდესობავ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენ გაწიეთ, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა საგალობლები და ქართული ხალხური სიმღერები მოისმინეს. მიღებას წმინდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მოყვარულ მკითხველს წინ კიდევ ერთი საჩუქარი ელის. წერლის ახალი ნაწარმოები სახელწოდებით ბრმად ყოფილზე და უკვე მკითხველის წინაშეა. ახალი გამოცემის წარდგინებას საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა უმასპინძლა. საღამოზე მისულ სტუმრებს წიგნის შესახებ თავად ავტორი ესაუბრა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მოწვეულმა სტუმრებმაც. კლასიკოსის შემოქმედებიდან მიღებული შთაბეჭდილებების დამსწრე საზოგადოებისთვის გაზიარების შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებსაც მიეცათ. ახალ თხზულებაზე მწერალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. ნაწარმოებს საფუძვლად უდევს სახარებისეული თემა ბრმად ყოფილის შესახებ. თავი და თავი რომ ადამიანი უკეთესი გახდეს, როგორც უწმინდესმა ბრძანა ამ რამდენიმე წლის წინ რომ სასურველია ქართულმა ხალხმა მეტი იკითხოს და განსაკუთრებით ბიბლია და ბიბლიიდან კიდე განსაკუთრებით ახალი არქმა წმინდა ოთხთავი. რამ მქონდა ეს სამოსელი პირველი ეს ლუკას სახარებიდან არის და დიდი ხანია ეცით ფიქრობდი და მე უწმინდესმა რომ ბრძანა ეს ამან გამაბედინა და შეურდექი რომ დიდი ცოტა სწრაფად წერდი, იცით მე გვერდი არა მაქვს აი თქვათ იმ წინა რომანში რომ ერთი დაახლოებით 15-20 ჯერ გადაწერილი არ იყოს მე რო უკვე აღარ ისა თქვათ 25 რომ მივრი მე აღარ შეიძლება გადაწერა თავის წესი აქვს ამ გადაწერებსაც ხო ყველა სხვადასხვანაირად და ჩემთვის ეგრე იყო და შეურდექი მიმედით რომ მე როგორც უწმინდესი დამეხმარა მე არ ვიცი რომ ეგეთი დახმარება ისეთი გამხნევება, ისეთი დარიგება. ბატონი გურამი დაახლოებით 7 წლის განმავლობაში მანძილზე მუშაობდა ამ წიგნზე. ამავე პერიოდში ბატონი გურამი საკმაოდ დიდი ხნით ცხოვრობდა სამების მონასტერში, ასევე შავნაბოძის მონასტერში ცხოვრობდა, რომ თემა წიგნის შინაარსი არის სახარებიდან აღებული, იოანეს სახარებიდან და უფრო უნდა რომ გაშინაარსებული ყოფილიყო. წიგნში ეს და ახლოს გარიყო ბერებთან, მონაზვნებთან, უდლებთან, რომ წიგნს უფრო მეტი დატვირთვა ქონოდა შინაარსობრივად და ულოცავ სრულიად საქართველოს ამ ძალიან ლამაზ დღეს, რომ ძალიან მისასალმებელია და ყველა გახარებული ვართ, რომ გამოვიდა ეს წიგნი. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საყვარელი წიგნი გახდება ქართველი მკითხველის და ეს წიგნი დაიკავებს ადგილს ჩვენს გონებაში და ჩვენს გულში. ბრმად ყოფილზე და ასეთი სათაურით სახარებისეული რეცეფცია და ძალიან ბევრი სიღრმე და ასე ვთქვათ ცხოვრებისეული გამოცდილება იყო საჭირო იმისთვის რომ ასეთი დიდი და საინტერესო ტექსტი ეჩუქებინა ბატონ გურამს რომელიც არც ერთი აკლია მას და არც მეორე და რა ვიცი დიდი მადლიერების განცდით ვართ. სასტუმრო ამბასადორში საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ლაზარის პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა. ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში. ასე ქვია ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში შექმნილი ვითარების განხილვასა და სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების, მედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობის გაზრდას. ღონისძიებაში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მხარეებმა კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ძალიან კარგად გვესმის, რომ საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს პროექტს.
მაგრამ რეალურად პროექტის განვითარება, მედიასთან ურთიერთობა, ახალგაზრდების ჩართულობა, არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების დახმარებით ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რაღაცა წარმატების დონეს ნამდვილად მივაღწევთ და პროექტი თავის სიტყვის ამ ზედმეტად მნიშვნელოვან პროცესში. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვახორციელებდით სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, რომელიც ხორციელდებოდა როგორც რეგიონში, ასევე დედაქალაქში და დღეს გვაქვს გარკვეული შემაჯამებელი კონფერენცია, სადაც ვაჯამებთ ჩვენ მუშაობას და ასევე ვსაუბრობთ იმ სამშვიდობო ინიციატივებზე, რომელიც აქვს სამოქალაქო სექტორს, როგორ შეიძლება ახალგაზრდები იქნან ამ პროცესში ჩართული. ჩვენ ძალიან ეფექტურად თანამშრომლობთ საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ლაზარესთან ერთად, რომელთან ერთადაც მთელი წლის განმავლობაში ვახორციელებდით და ვგეგმავთ მომავალი 2 წლის განმავლობაში განვახორციელოთ ეს აქტივობები. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება, ვინაიდან ახალგაზრდები არის რეალურად ჩვენი ხვალინდელი დღე და მომავალი. მათი ჩართულობა მშვიდობის საქმეში, მით უმეტეს ისეთ მნიშვნელოვან რეგიონში, როგორც არის კავკასია, არის უაღრესად აქტუალური და ფონდი ლაზარე ამ მხრივ ნამდვილად ძალიან სერიოზულ როლს ასრულებს უკვე დიდი ხანია თავისი აქტივობებით დაწყებული აი ამ ერთობლივი ბანაკების ორგანიზებით და დღევანდელი კონფერენცია არა მხოლოდ ამ აქტივობებს, არამედ უკვე ძალიან სერიოზულ, როგორც სამეცნიერო, ასევე პოლიტიკურ კომპონენტსაც ასახავს. დღესვე მშვიდობის ხიდზე გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტში მონაწილე ქართველი, აფხაზი, აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდების მიერ სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილი ნახატები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური შვეიცარიის კანტონის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა. უწყების წარმომადგენელმა კოლეგებს ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული სიახლეები გააცნო და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. შვეიცარიულმა მხარემ კი ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა იმ პროექტებზე, რომლებსაც ისინი განათლების კუთხით ახორციელებენ და მომავალში გეგმავენ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა კოლეგებთან, კანტონის განათლების მესვეურებთან. მნიშვნელოვანი იყო ის თემები, რომლებიც განვიხილეთ, გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც და ასევე იმ სისტემის გაცნობა, რომელიც ფაქტურად უზრუნველყოფს ყოველგვარი ბარიერების გარეშე პროფესიულიდან უმაღლეს განათლებაში გადასვლას, ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობას ყველა დონეზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოხარულები ვართ, რომ შევხვდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს. ჩვენ განვიხილეთ განათლების სისტემის მნიშვნელოვანი საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ბავშვებისთვის მულტიენების სწავლებაზე. ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოსა და შვეიცარიას აინტერესებს ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში. თბილისის 72 საჯარო სკოლაში გოდერძი ჩოხელისადმი მიწყვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებამ სახელწოდებით კრწანისელები არაგველების ნაკვალებზე გააერთიანა ყველა ის აქტივობა, რომლებიც მოსწავლეებისთვის მწერლის შემოქმედების ახლოს გაცნობასა და მისი მშობლიური კუთხის პოპულარიზაციას დაუკავშირდა. შემაჯამებელ საღამოზე მონაწილეებმა იმ ფოტომასალას მოუყარეს თავი, რომელიც გუდამაყარში სტუმრობასა და იქ არსებულ სკოლაში ბავშვებთან დამეგობრებას ასახავდა. როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, აღნიშნული იდეის ფარგლებში ესეების კონკურსიც ჩატარდა. საღამოს სკოლის წარმომადგენლებთან ერთად გუდამაყრიდან მოსული ბავშვები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სკოლამ გადაწყვიტა გოდერძი ჩოხელისადმი მიწყვნილი ღონისძიება გაიმართა და გალერეა გაეხსნა. და აი ამ სამზადისის პერიოდში აღმოჩნდა, რომ ძალიან ცუდად იცნობდნენ ბავშვები იმ მხარეს, საიდანაც იყო გოდერძი ჩოხელი და ამიტომ გადავწყვიტეთ რაღაცნაირად ეს გამოგვესწორებინა ეს საკითხი და ამას დაემთხვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი, ეს იყო სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამა. კონკურსისთვის გადავწყვიტეთ დაგვეწერა პროექტი და გარკვეული აქტივობები ჩავდეთ, რა თქმა უნდა, ამ პროექტში, რომელმაც მოგვიანებით გაიმარჯვა. სკოლის მოსწავლეები წაგვიყვანეს გუდამაყარში ექსკურსიაზე და ძალიან მოგვეწონა. ბევრი ახალი მეგობარი უკვე მეც მყავს. ძალიან კარგი ბავშვები არიან, დიდი სიტყვა მოდიოდა მათგან და გარიყულად არ გვგზნობდით თავს.
და ახლაც მეგობრობ რამოდენიმე ბავშვებთან გუდამაყრიდან. ვსწავლობ გუდამაყრის საჯარო სკოლაში მე-11 კლასში. ძალიან გამიხარდა, როდესაც ამ სკოლასთან დავმეგობრდით და მოგვეცა საშუალება, რომ გავცნობოდით ამ სკოლას და ჩამოსულიყავით მათთან. ჩვენ როდესაც ვიყავით პირველად, მაშინ გვითხრეს, რომ დაგვეწერა ესე თუ მთის პრობლემები და გადმოგვეცა ჩვენ პრობლემა ესეებში. და ჩვენც სწორედ დავწერეთ ესეები. ზღაპრის გმირები, მულტფილმების პერსონაჟები, ნახატები, ნაძერწი ფიგურები და საახალწლო თემაზე შექმნილი ნამუშევრები. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებასთან არსებულმა ხელოვნების სკოლამ წლის შემაჯამებელი გამოფენა გახსნა. ღონისძიების ორგანიზატორებმა ექსპოზიციაზე ბავშვების მიერ ბოლო 3 თვის განმავლობაში შექმნილი მასალა წარმოადგინეს. ექსპოზიციის გახსნას პატარებთან ერთად მშობლებიც ესწრებოდნენ. ხელოვნების სკოლა მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან ფუნქციონირებს. დაწესებულება რამდენიმე მიმართულებით აქტიურად მუშაობს. დაინტერესებული პირები ხატვას, თექაზე, ბატიკასა და გობელენზე მუშაობასა და აქსესუარების შექმნის ხელოვნებას სწავლობენ. დღეს გვაქვს 4-დან 10 წლამდე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა. ეს ნაწილია იმის, რაც 3 თვეში გავაკეთეთ. ძალიან დიდია ბავშვების ინტერესი, ერთობიან ძალიან კარგად, დიდი ხალისით მუშაობენ. და ხედავთ კიდევაც 3 თვეში რამდენი მოვასწავლეთ. თეკლას 7 წლის არის, ძალიან გატაცებულია ხატვით და წერწით. ძალიან მოწონს აქაური გარემო, პედაგოგები ძალიან კვალიფიციურები არიან, გარემო ძალიან მშვიდია, სასიამოვნო, ყოველ დღე ძალიან კაი განწყობით მოდის ხოლმე და ძალიან კმაყოფილია თავის ნამუშევრებით. მე ძალიან მიყვარს ხატვა და სახში ვხატავ, რომ აქ მომიტანო და მიხარია რომ დღეს ჩემი გამოფენა, ჩემი ნახატების გამოფენაა და ჩემი მეგობრებმა რო ნახეს. 20 დეკემბერს ძიუდოს აკადემიის დარბაზი კონტაქტურ კარატეში საქართველოს აბსოლუტურ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ღონისძიების პარალელურად საბრძოლო ხელოვნების ფესტივალიც შედგება. ტურნირის საპრიზო ფონდი 30,000 ლარია. შეჯიბრება დილის 10 საათზე დაიწყება. 14 საათზე კი ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონია მოეწყობა, რასაც საფინალო შეხვედრები მოჰყვება. 20 დეკემბერს ძიუდოს აკადემიის სპორტულ დარბაზში გაიმართება საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში და საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალი. ტურნირი ტრადიციულ ხასიათს იღებს ამ ფორმატი და მეორედ ტარდება. მოხარული ვარ, რომ საბრძოლო ხელოვნებებში ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლური ორთაბრძოლებთან ერთად ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლები ხრიდოლისა და შავფაროსნების სახით. მე ვარწმუნებ ჩვენს გულშემატკივრებს და მაყურებელს, რომ მძაფრ სპორტულ პაიკრობასთან ერთად ისინი იხილავენ ამ სპორტულ სანახაობას. საქართველოში რიგით მეორეჯერ ტარდება უკვე კარატეს ჩემპიონატი, აბსოლუტური ჩემპიონატი და მის პარალელურად ტარდება აღმოსავლური ორთაბრძოლების ფესტივალი. ეს ძალიან, ასე ვთქვათ, დიდ სტიმულს აძლევს ჩვენ სპორტსმენებს ამ სტილების განვითარებისათვის და ჩვენ გვინდა რომ საქართველოს შევახედოთ ჩვენი აღმოსავლური ორთაბრძოლები, ვინ რა დონეზე არის, ვინ რა სტილებს ასრულებს საერთოდ და ვინ რას წარმოადგენს. ჩვენ შარშან მქონდა წარმოდგენილი ჩვენი ნომერი, მაგრამ წელს უფრო დიდი ნომრით ვარ წარმოდგენილი, უფრო ვრცელი იქნება ქართული საბრძოლო ხელოვნების ნომერი და ბედნიერება ის, რომ საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სახეობები, როგორც კარატეს, როგორც უშუს, კუნფუს, ხრიდოლის, ყველანაირი სტილი არის წარმოდგენილი ამაში და ეს უფრო მეტად განავითარებს ამ სპორტის სახეობებს. წელს ჩვენი ორგანიზაცია პირველად იღებს ფესტივალში მონაწილეობას. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო საქმეა საქართველოს საბრძოლო ხელოვნების განვითარებისთვის, იმიტომ რომ ჩდება პლატფორმა, სადაც სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან, ნახულობენ სხვის საჩვენებელ გამოსვლებს, ერთმანეთს ეჯიბრებიან და რაც თავარია ხდება გამოცდილების გაცვლა და ეს საბოლოო ჯამში აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ ზოგადად საბრძოლო ხელოვნების კლასი საქართველოში აიწევა.